მეზობლებს უთქვიათ, რომ შენ ჩემი შვილები ქუჩაზე დადიან და მშიერები არიან. ჩამოგართმევენ, თავშესაფარში წავიყვან, ჩვენ ესე იგი არა ვართ უნარიანი მშობლები, რომ ბავშვები ვარჩინოთ. მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ სოციალური აგენტი შვილების ჩამორთმევით ემუქრება. თამარ და მამუკა ბოჩიკაშვილები სოფელ აბასთუმანში ცხოვრობენ და 8 შვილს ზრდიან. მშობლები მეცხრე არხთან ყვებიან, რომ სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მათ სისტემატურად ამოწმებს. არასრულწლოვანთა საცხოვრებელი პირობებით კი უკმაყოფილოა. მოვიდა სოციალური აგენტი, შემოსულა დაუკითხავად, ჩემი შვილების უბრძანებია ეს რატო აქცია, რატო ისია, რატო რა ის ყველანაირად და მე მირეკავს პერიოდ და მეუნება რომ შენ შვილებს ვერ ხედავ წესიერ, იცით ქალბატონო თამარ და ჩვენ უფლება გვაქვს რომ შენი შვილები წავიყვანო. თუ კი იცის რომ ბავშვებს ჭირდება, ხო? მაშინ დაეხმარონ. და თუ კი იმდეს ვერ ეხმარებიან მაცადონ ჩემი შვილების რჩენა. დღესაც დაურეკა რომ ისა ბავშვებს წავიყვანო. მიზეზი თავიდან ის თუ ისა რომ სისუფთავე არა გაქვთ, თქვენ შეხედეთ როგორც არის და ყველაფერი. ანუ ვერულიო. ვერულიო და ისა გარეთ დადიან, რომელი დადის გარეთ და ვისთან დადის, ეგ შეეკითხეთ, ეგ მეზობლებს ყველა გიტყვიან რომ როგორ არის ჩემი შვილები. ბოჩიკაშვილების 10 სულიან ოჯახში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ნანა ბარბლიშვილი ტელეფონით სოცაგენტს დაუკავშირდა და მასთან შეხვედრაზე შეთანხმდა. ყველას ოჯახში მომენტში რო შევიდეთ, შეიძლება რაღაც მოუწესრიგებელი იყოს. ორი ბავშვი რო ერთად გაფარწყლდება სახში, აინგრევა საკუთარ ბავშვი რა სიზმრს, სახს ყირაზე დააყენებს. მეზობლები ირწმუნებიან, რომ ცოლ-ქმარი შვილებს კარგად უვლის და ოჯახიდან ბავშვების წაყვანის საჭიროება არ არსებობს. ისინი ამბობენ, რომ სოციალურ აგენტს ბოჩიკაშვილების 8 არასრულწლოვანს არ გაატანენ. სოციაგენტი ეუბნება რომ დადიან შენი ბავშვები და რაღაც არსად არ დადიან, არ მათხოვრობენ არავის. ან ვიცი რომ აი ძალიან კარგად უვლის ბავშვებს, ძალიან კარგად აჭმევს, არაფერი არ ჭირს ამ ოჯახს ბავშვების წაყვანს. ივაჭრა, მოიტანა რაღაცები, ვაჭრობს ხალი, რომ თავის შვილებს დაახმაროს, 2 კაპიკი და აჭამო. ოჯახი ყველანაირად ცდილობს, რომ ბავშვებს არაფერი არ მოაკლდეს. იმის გარდა, რაც აქვს სოციალური დახმარება, თვითონაც დედმამა ცდილობენ, რომ ყველაფერი შეუქმნან ისე, რომ ბავშვებს კონდეთ ის რაც არის საჭირო. და ფაქტიურად მე არ ვთვლი იმას საჭიროთ, რომ უნდა წაიყვანო. ოჯახი ამბობს, რომ თავს სოციალური დახმარებით ირჩენს. გარდა ამისა, მამუკა ბოჩიკაშვილმა სკოლის დარაჯად დაიწყო მუშაობა და მისი ხელფასი 120 ლარს შეადგენს. თავისუფალ დროს მეუღლეს ხილის გაყიდვაში ეხმარება. ბოჩიკაშვილების სრული სოციალური პაკეტით სარგებლობენ. მერვე 4 თვის ჩვილს, სახელმწიფო ყოველთვიურად ხელოვნური კვების ვაუჩერს და 200 ლარს უხდის. ოჯახის 10-ვე წევრი კი სოციალურად დაუცველის 680 ლარიან დახმარებას იღებს. არ არის ჩემი როგორც სოციალური მუშაკის და არ ჩემი სააგენტოს მიზანი ბიოლოგიურ ოჯახიდან ბავშვი გამოვიყვანოთ. პირიქით არის მათი გაძლიერება. სოციალური მუშაკი კატეგორიულად უარყოფს, რომ ბოჩიკაშვილებს შვილების ჩამორთმევით დაემუქრა. მარიამ ურმაშვილი განმარტავს, რომ ოჯახში მცირეწლოვნებისთვის შეუსაბამო პირობების გამო მრავალშვილიან დედას ბავშვებისთვის დროებით თავშესაფარი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მონიტორინგის პერიოდში სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა. 6 მცირეწლოვანი დამხვდა სრულებით მეთვალყურეობის გარეშე სრულწლოვნისა და მოვლა პატრონობის. განვახორციელა არაგეგმიური ვიზიტი და ნახე საცხოვრებელ სახლში. ფაქტიურად იგივე მდგომარეობა არის სამედიცინო უფლება დარღვეული. არც ერთის არ აქვს აცრა გაკეთებული ასაკის და შესაფერისად. არც ერთი საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვი არ სარგებლობს საბავშვო ბაღით. მაქვს ინფორმაცია, რომ სკოლაში მოსიარულე ბავშვებიც არაიშვიათად აცდენენ სკოლას. ბოჩიკაშვილები არ უარყოფენ, რომ არასრულწლოვანი შვილების სახლში მარტო დატოვება ხშირად უწევთ. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ცოლ-ქმარი ვაჭრობს და ბავშვები ძირითადად მშობლების მეთვალყურეობის გარეშე სახლში არიან. იმიტომ დავდივარ რომ თითოეული გარგარია ატამია თუ ნუ რაღაცა ხილი შეჭამო ჩემ შვილებმა და სხვებს თვალებში არ უყურო. აი იმიტომ წვალო. არც დედას არ უხარიო თავის შვილს დატოვებს აკვანში და გავამზეზე დადგება რომ კოლ კაპეკს ხელს გაიშვეს და თითო კაპეკი ვიღაცამ ჩაუყაროს და სახში შემოიტანოს. პამპერსი გვინდა, კვება გვინდა, ელემენტარულად ორმოშოკი ნახევარი კბილი მინდა. სოციალურს იღებენ ბავშვები და თურმე ისიც უნდა მოხსნან. რის ნიადაგზე? ბოჩიკაშვილები მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფთან ერთად სოციალურ აგენტსაც ელოდნენ. ინციდენტის თავიდან ასაცილებლად ოჯახმა საპატრულო პოლიციას გამოუძახა. სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ამ დღეს მათ ოჯახში არ გამოჩენილან.